შეცდომები ბავშვის ძუძუზე სწორად მიდებამდე. ძალიან ხშირად დედები, რომლებსაც ბავშვის წოვისას ტკივილი აქვთ, ამტკიცებენ, რომ მათ სწორად აქვთ მიდებული ბავშვი. მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ბავშვს ტუჩები გარეთ აქვს გამოყოფილი. დიახ, რა თქმა უნდა, ტუჩები შეიძლება იყოს გამოყოფილი, მაგრამ ეს ხშირად ასე ხდება, იხვივით, როცა ბავშვი აქ წოვს, ტუჩები ებრუნება და ის აზიანებს ძუძუს. სწორი დაჭერა ნიშნავს საღეჭი კუნთების მუშაობას. როცა ბავშვი ფართოდ აღებს პირს და მას ავტომატურად ბოლოში ებრუნება ტუჩები. და ეს არის სწორი დაჭერა. შემდეგი შეცდომა ბავშვის ძუძუთი კვებისას არის თავის მოტრიალება. ბავშვი ასე უნდა იკვებებოდეს, მაგრამ ის თავს ატრიალებს და მისი სხეული ასეა განლაგებული. ეს იწვევს ცუდ ვაკუუმს და ცუდ წოვას. ასევე, ბავშვმა შეიძლება ძუძუ გამოიციოს. ისინი ამას ასე აკეთებენ, თავს უკან ხლიან და წევენ. აქ შეგიძლიათ ორი გზით დაეხმაროთ ბავშვს. პირველი, ბავშვს მივიხუტებთ, მოუკრავთ და ამით ის მშვიდდება და იწყებს მშვიდად წოვას. ან შეიძლება ბავშვს მოვაშოროთ, მცირე პაუზა გავაკეთოთ, ისევ მივაწვდინოთ და ის კარგად იწყებს წოვას. ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ძუძუს კარგი მონაცვლეობის არქონა. და აწარმოეთ დღიური. ან შეგიძლიათ ერთი ძუძუთი რომ დააბოლებთ, ვეზინი გაიკეთოთ. რა არის ძუძუს მონაცვლეობა? ბავშვი გააღვიძეთ, ან თვითონ გაიღვიძა, მიაწვდინეთ მარჯვენა ძუძუს, მერე პამპერსი გამოუცვალეთ და ისევ იმავე ძუძუს მიაწვდინეთ. როცა ბავშვი დაისვენებს, მიაწვდინეთ მარცხენა ძუძუს, გამოუცვალეთ პამპერსი და ისევ მარცხენა ძუძუს მიაწვდინეთ. თუ რაიმე სირთულე გაქვთ, ნუ მოგერიდებაც მიმართეთ ძუძუთი კვების კონსულტანტს. ის აუცილებლად დადეხმარებათ, რომ თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის კომფორტული ძუძუთი კვება მოაწყოთ.